საუბარი ამერიკის ელჩის პენსიაზე გასვლით უნდა დავიწყოთ. პატარა ციტატას წავიკითხავთ მისი დღევანდელი განცხადებიდან. მას შემდეგ რაც დიპლომატი, როგორც დიპლომატი შეერთებული შტატების 33 წლის განმავლობაში წარმოადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება გავიდე პენსიაზე. საქართველოში ამერიკის ელჩატყობნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგია, სტანდარტული ფრაზაა. მე სამუდამოდ ვიამაღებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობამ, როგორც ვაშინგტონში, ისე აქ თბილისში, ამერიკის საელჩოში. ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად ეს სრულად პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გაწევა, ჩემ მთავრობას არ მოუთხოვია. კი ბატონო, შეგვიძლია ჩვენ დავამშვიდობოთ, უსურვოთ კარგი პენსია ალბათონ დანიგანს. გამოთქვავ მე პირადად წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ მას როგორც ამერიკის ელჩს შეეძლო რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაკეთილშობილებისკენ, რაც სამწუხაროდ მან ვერ/არ გააკეთა, მაგრამ ნუ მაინც ესეთი კარგ პენსიას რასაკვირველია უსურვებ მას. უბრალოდ სამწუხარო არის, რომ მისი ამ ელჩატყობის პერიოდში ისეთ ცუდი სოციმედია ყავდათ დაქირავებული, რომელიც ხო ჩვენ დებდა კარდებს, რომელიც სამუდამოდ დაგვამახსოვრდება კარდებით. ყველაფერი გავიგონე. ყველაფერი გასაგები. გავიგონე არა, გასაგები. არა, იმ ჩვენ ვღადავთ ნაპოლეონში არის, მუცუკასოვანს გავენდა, ეგრო ამბობს. ყველაფერი გასაგებია. მე მგონი მომავალში ამერიკის საელჩო გაითვალისწინებს, რომ კარდებით ხალხთან ლაპარაკი და მთავრობასთან ლაპარაკი მაინდა-მაინც ეფექტური არ არის და უნდა ელაპარაკოს იმ ხალხს, არა მარტო NGO ვირიშვილებს, არამედ ქართულ ხალხსაც დაელაპარაკება. იმედი ვიქონიოთ ამერიკის მომდევნო ელჩი იქნება გაცილებით უფრო ხალხური, ქართველებისკენ და არა ვირიშვილებს. პროაქტიული. ვირიშვილებსკენ არ უნდა იყო. კარგი. სალომე ზურაბიშვილით ვაგრძელებთ გადმოცემას. პასუხისგებლობა თუ რამე არის პოლიტიკურ პარტიების ჯვარი რომ ამოუღიანათ და არის აუცილებელი და აუცილებელი არის კარგად გაგება სიტუაცია. გასაგებია. აქ თავარი რომ დაყენდნენ ერთი ადგილი მიაგდონო. ანუ როგორც ვიცით, როგორც არსებობს ვერსია, Deep State-მა ორი დავალება მისცა ორ სხვადასხვა ჯგუფს. ამიტომ ვერ ყენდებიან. არა, მე ცოტა უცნაურად მეჩვენება, მაგრამ ალბათობას ვუშვებ. და დაყენდითო უთხრა და თუ ესეც აგენტი, ესე იგი რომელ ჯგუფს მიეკუთვნება. არ მიიღოთ თუ მიიღოთ, არ მიიღოთ. არ მიიღოთ. არ მიიღოთ, ამას არ უნდა. ეს მედიაცია არის. ამას არ უნდა. რა? ამის ჯგუფი ეგრეთ წოდებული პლატფორმა არ იღებს მონაწილეობას ამ მომენტისთვის. ეხლა მე რა იქ ჩვენ უყურეთ ჩვენ ყავს ოპოზიცია, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სიმყარე, არც პოლიტიკური იდეოლოგიური, არც პოლისებთან მიმართებაში, არც სარწმუნოებასთან და ეთნოსთანაც კი მიმართებაში. ეს არის მუდმივად ფლუიდური სუბსტანცია, რომელიც მარტო არის დამოკიდებული თავისი პატრონი რას ჩასძახებს ფლუიდებზე, ხო, მარტო შეიძლება. და სალომე სამადაშვილი პასუხობს ამ ყველაფერს. დღეს ერთმა ადამიანმა დაწერა Facebook-ზე და აი აბსოლუტურად მესმის მისი, რომ ძალიან დავიღალეთ ამ ყველაფრით. პარლამენტში შევიდეთ, არ შევიდეთ, არჩენ რაც გინდათ ის გააკეთეთ, ოღონდ გვაჩვენეთ, რომ ბრძოლა შეგიძლიათ და ამ ბრძოლის სტრატეგია და რაღაც ხედვა გაქვთ და მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ადამიანს, იმიტომ რომ ის რაც დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის ერთი ძალის დემონსტრაცია და მეორე წყობრის სტრატეგიის ჩვენება. როდესაც ეგრეთ წოდებული პროტესტის მე-750 დღეს იძახი რომ შენ გჭირდება სტრატეგია და შენ გჭირდება ძალის დანახვა, ესე იგი არც სტრატეგია გაქვს და არც ძალა და გვიანია უკვე. ეს არის ლელოში, ანუ ეს იღებს მონაწილეობას. ეს აბსოლუტური უძალოები და სვედნები პოლიტიკურ სვედნებს თქმა უნდა, ამბობენ რომ მათ უნდა გამოაჩინონ ძალა, გრიგოლ გეგელია შუბლით ეტაკება, ის გედი ტყვიას ახვედრებს შუბს, ეგ ხო არის ლიტერატურაში არის ხოლმე რა. ზიანი ღამე, მაგრამ რაც ერთმანეთთან არ თავსებობს. პიტეკანტროფი იძახის რომ თავს მოვაჭამჭულო კიანსო. უიდე და მაგას შეიძლება ესელბათ ლაპარაკობს რაღაცის მიმართულებით. ძალიან საინტერესო დამპალი ექსპერტი არის გია ხუხაშვილი, რომელიც მიეყიდა ხაზარაძეს და ხაზარაძე ვიზიაში, ანუ TV პირველში, იმ TV პირველში. ხაზარაძე ვიზიაში არის, მე მგონი ეს
მე ვნახე ხაზარაძეების შეიძლება პალიტრაშიც არის იძახის რომ არჩევნებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა და სხვათა შორის იაგო კარგი გირჩი ესე რომ ვთქვათ ყოველთვის ინტერესდება რომ უკეთესი გირჩი ისტორია უკეთესი გირჩი ინტერესდება რომ აიო ბიჭო მთელი ძალითო ხაზარაძე ვიზიაო ანუ TV პირველი კლავდა იდეას არჩევნებში მონაწილეობის მიღების და ვინც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს იღებდა იმას ეძახდა პროსტიტუტს რა ვიცი გამყიდველს ეხლა როგორ გადაატრიალებენ პლასტიკასო და მან არ იცის რა დიდოსტეტები არიან პლასტიკის გადატრიალების თქო გაუშვათ ხუხაშვილი თუ ჩვენ მივდივართ არასაარჩევნო გზით ამას ჭირდება აი რევოლუციური მუხტი რომ შეიქმნას ამას ჭირდება მინიმუმ 70-დან 80%-მდე მოსახლეობის მხარდაჭერა ანუ ხელისუფლება მთლიანად გაკოტრებული უნდა იყოს სხვანაირად რევოლუციები არსად არ ხდება ამოცემულობაზე უნდა ზრუნავდეს მაშინ ოპოზიცია ჯერჯერობით ჩვენ ამას ვერ ხედავთ ხო განაწილება არის სადღაც 60-40-ზე როგორც იყო საარჩევნო და როდესაც ჩვენ ისეაც მწირი რესურსები გაქვს და შენ მოწინააღმდეგეს ქვემეხები აქვს და შენ ამბობ რომ იცი რა მე პისტოლეტსაც არ დავიჭერ ხელში და ხვლით შევებრძოლები ეს არასერიოზული ნათქვამია ხო? ხო, გასაგებია. სერიოზულ ნათქვამზე აქვს პრეტენზია. ანუ უყურე როგორ ჩვენ ქვემეხი გაქვს და იმათ პისტოლეტი აქვს, მაგრამ არ იჭერენ. მოდი ესე ვთქვა, 60-40-ზე რო იყოს ქართული ოცნება ჩვენ ყველანი დიდი ხანია დაჭერულები და მოკლულები ვიქნებოდით. ესეთი სადისტები არიან. არანაირი 60-40-ზე საიდან მოიტანეთ? აი ამ ილუზიაში რომ ცხოვრობთ, რომ კიდევ რაღაც 60 და 40-ზე. არა, 60-40-ზე ოცნების სასარგებლო და ალბათ ეგ იგულისხმება, მაგრამ მაგას არ ვეთანხმებით. 70-30-ზეა ისიც უკვე ეგრევე არის, ხო? არა, ძალიან რომ შეიკრიბოთ. აი ამ იდიოტობას არ ამოიგდეთ მოცემულობას. ჭარბ რეალობას შე რომ იყვას თქვა. არ ამოიგდეთ რომ რაღაცა 60% თქვენია, ტრაკი გაქვთ, თუნდაც პისტოლეტი დაიჭიროთ და ხმალი, აი მანამდე ესე იქნებით რა. თაგუთა თავს შეხედეთ დაშლილი, დაკუცმაცებული, გაუბედურებული გიჟები რა. მოდი ახლა ვთქვათ რა, მოკლედ ქართულ არჩევნებს გარკვეული ტიპის უცნაურობები ახასიათებს ხოლმე. მაგალითად ჩვენ გვახსოვს თუ არ ვცდები 20-20-ის საპარლამენტო არჩევნების წინ ესე იგი აირაის მიხედვით არა შემდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირაის მიხედვით 20-20 ვთქვი მაგრამ შემდეგზე საუბრობ აირაის მიხედვით ისტორიულ მინიმუმზე იყო ნაციონალური მოძრაობა მაგრამ შემდეგ უცბად თითქოს არჩევნების წინ გაცოცხლდა რაღაცა უცნაურობები ყოველთვის დაყვება მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ ის რომ რუსეთ-უკრაინის ომი როდესაც დაიწყო მაშინ მოხდა წყალგამყოფი ყველაფერი და რა მაშინ დავახციეთ თავი კოლონიალიზმს რეალურს და მაშინ ვიგრძენი პირველად რომ 90-იანების მერე ჩვენ დასავლეთი მოუხსენით იქიდან რა ქვია ფეტიშიდან მოუხსენით სადღაც საკრალური კედლიდან და ის რომ აი დასავლეთ ყველაფერში მართალია რა აქედან ჩვენ მოუხსენით რა დასავლეთი და რეალურად იმიტომ რომ თითოეულმა ქართველმა იგრძნო რას ნიშნავდა მაშინ აფხაზეთში გასეირნება უკრაინაში ჩაფხუტების და იმას რა ქვია იარაღის გაგზავნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო და მებრძოლები. ეხლა რა ხო და მებრძოლების პირდაპირ რეისით გაშვება. ეხლა რაც შეეხება კიდე ამის შემდეგ ჩვენ რაღაცა ეს დაგვიპირისპირდა ევრობიუროკრატია მთლიანად deep state-მა შეკრა ჩვენ წინააღმდეგ პირი და ძალიან ერთხმად და ცალსახად გამოგვიცხადა ომი რომ თქვენი კანონი არის რუსული ესე იგი ჩვენ შეიძლება რომ მსგავსი კანონები გქონდეს თქვენ არ შეიძლება იმიტომ რომ თქვენ მაიმუნები ხართ ჩვენ შეიძლება რომ რაღაცა განსხვავებული აზრის გამო პოლიტიკური ლიდერები დავაპატიმროთ თქვენ კიდე საერთოდ არ შეგიძლიათ ჩვენ შეგვიძლია რომ აქციები ისე დავშალოთ და დავარბიოთ ევროპელებმა მაგრამ თქვენ პოლიციელებს თუ პირდაპირ პიროტექნიკას ესვრიან მოლოტოვებს ესვრიან წვავენ პოლიციელებს თქვენ არ გაქვთ უფლება დაიჭიროთ არა თუ რა აი ესენი რომ ნახეთ რომ შავზე თეთრს გვიმტკიცებენ და ცალსახად აი
დაჭაგვრას გვიპირებენ, ქართველს ზუსტად ეგ აქვს რა, რომ მე სულ მაგას ვამბობდი, რომ ესე იგი თუ არისტოკრატია სხვადასხვა ქვეყნებში 2-დან 5%-მდე იყო, საქართველოში იყო 10-დან 12%. ეს ნიშნავს, რომ ქართველი მეფის რუსეთის დროს და შემდეგაც რითი მოითაფლა იმით, რომ ზოგს მედლები დაკიდეს, ზოგს რაღაცა სტატუსები მიანიჭეს, იმიტომ რომ ქართველს ეს ღირსების შეგრძნება აქვს. რატო ვიყავით წარმოდგენილი ყველაზე პოპულარულ და ყველაზე მაგარ სფეროებში, როგორიც არის მეცნიერება, სპორტი, ქუჩაც მათ შორის, იმიტომ რომ პრესტიჟული საკითხი იყო, რატო ვიყავით ხო ესე წარმოდგენილები, იმიტომ რომ ქართველი არის ამაყი და ვერ დაუშვებს ვიღაც ესტონელი და ლატვიელი დეგენერატი, რომლის ქვეყანაცაც სუვერენიტეტი სრულად დაკარგული აქვს და რომელიც აღარ არსებობს საერთოდ ქვეყნად და არის ამერიკის სამხედრო ბაზად გადაქცეული, ვერ დაუშვებს ქართველი, რომ ეს მიიღოს. ესენი რომ ნახეთ ყველაფერი ხო აი აქ დაიწყრიდა რა და ეხლა განსაკუთრებით უკვე რომ დაკრისტალდა ყველაფერი რა აი ბოლო პერიოდში ბოლო არჩევნების უკვე აქციები რომ დაიშიფრა რომ აკაც უკვე ამას ეხა რომელი ქართველი იტყვის რომ მე მინდა ჩემი ბედი ვანდო ამ ზოოპარკს აკაცუკებს არც ერთი უკვე პირიქით ვინც მაგალითად თავრობაზე გაბრაზებული იყო იმასაც კი ეშინია ამათი ნახა რომ მეტროებში და ავტობუსებში ისეთებს ატრიალებენ წევლიან ხალხს რატო არ ფიზიკურად ძალადობენ ესენი შეგვჭამენ ჩვეულებრივად და რა თქმა უნდა რომ საშუალო სტატისტიკურ ქართველმა უკვე დაინახა ყველაფერი და ეშინია ამათი ეშინია აკაცუკების კი იმიტომ კი არ ეშინია რომ ძალა არიან არა ეს განსაკუთრებით პიტეკანტროპი ფერის როგორც კარგეშინ არის ზიზღირო გაქვს ხო აი პიტეკანტროპი ძველ ბიჭები ვარ ძალიან გამოიგდება კეფიდა რა იყო გეშინ просто არ მევასება და ხალხო ლიდერების გამონათქვამები თავს მოვაჭამ ბრატა ძალით შევიდეთ უნდა თავს შებაკლავ და ასე შემდეგ მაგათი შეკლული და მოჭმული კი ბატონო ლევან ცუცქირეძე ვინაა ძმობას გაკეთდა გავუშვათ და გავიგეთ მოდი ერთხელ გავუშვათ აბა ლევან ცუცქირეძე გურსონ იცი ვინაა ლევან ცუცქირეძე ცუცკო ჩვენ ხედავთ უკმაყოფილებას ძალიანობას ხედავთ უკმაყოფილებას სასამართლო სისტემაში ყოველდღე ეხლა იმათ ნარატივს არ უნდა მივხვდეთ ჩვენ ხო ისე რა თქმა უნდა დაждდებიან თავის პროპაგანდისტულ არხებზე და იტყვიან ჩვენ მაგრები ვართ ყველაფერი კარგად ჩვენ მაგრები ვართ ყველაფერი კარგადაა ეს გადავიდა ჩემს ან დაждდებიან და იტყვიან რომ მაგას კაი გია ჯაპონიზე ყველაფერი კარგადაა ძმა გაუ ის საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც იმყოფებიან, შეუქცევადია. შეუძლებელია ვინმესთან რამე დაალაგოს, როდესაც ასეთი ანგარიშია ევროპის პარლამენტის და მართლა ასეა ლეგიტიმაციის ძალიან სერიოზული კრიზისი რო აქვს. ამაზე ისის მეტყველებს ხალხო ამათ გამოიგონეს რაღაცა დედამიწა, რომელიც 4 კუთხედია ალბათ ან ბრტყელი, სადაც არის რაღაცა ლეგიტიმაციის პრობლემა, სერიოზული პრობლემა ქართულ ოცნებაში. ქართულ ოცნებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. მართლა გამოიგონეს ეს თემა, ოღონდ ეს თემა, ეს ილუზია რომ შენარჩუნდეს, რეალობა უნდა შეცვალოს, დამალო. მაგალითად, ამერიკის საელჩომ არ უნდა გამოაქვეყნოს პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა საქართველოს პრეზიდენტისადმი. მაგალითად, არ უნდა გააშუქონ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტები მათ შორის ევროპაში. ან უნდა თქვან, რომ ორბანი მაგალითად, რომელიც ტრამპის უახლოესი ძმაკაცია, არის პუტინის მოკავშირე. მაგალითად, უნდა თქვან, რომ იმ კონსერვატორების თავყრილობას, რომელზეც ჩვენს პრემიერს ჰქონდა ძალიან კარგი გამოსვლა, მიესალმა ტრამპი. ძალიან კარგი გამოსვლა კი არის. ორბანმა თქვა, რომ ეს არის გვირი, კი ბატონო. რომელიც არის თანამედროვე ყველაზე დიდი პატრიოტი და ლიბერალიზმის სადაც ეგ თქვა, იმ პრესკონფერენციას მიესალმა ტრამპი ორმას თავის ძმაკაცი უწოდა და მიესალმა კონსერვატორებს და უნდა თქვა, რომ ეს თავყრილობა არის რუსული. რანაირად ხალხო, რანაირად გამოდის? ანუ ეს ყველაფერი უნდა აურიო და უბრალოდ ჩუბი ხალხაში არ იმალება რა. გუშინ გახსოვს მე ვახსენე რომ ქართულმა ოცნებამ 2000-ზე მეტ იზოლებით გადაადგილეს ოჯახს გადასცა საცხოვრებელი ბინა და არც ერთ ოპოზიციურ მედიაზე რომ ეს არ ეგ არ შეიძლება მაგის ლაპარაკი და მე ჩამიგდეს კომენტარი ჩვენ გადაცემაზე ქონა რაღაცას კომენტარი დაწერილი რა მაყურებელს რომ ეგ კი არაო ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო კვარაცხელამ გამოკვეთლად ეგ არ აღნიშნესო ეგ მე არ შემიჩნევია მაგრამ უყურე ეგეც არაა გასაკვირი არა შეიძლება იცი რა თუ არაა გასაკვირი რომ მე მახსოვს კონკრეტული პერიოდი პანდემიის დროს როცა საქართველოს ნაკრები როცა იბარჯვებდა
არც ერთ ოპოზიციურ მედიაში ამას არ აკეთებენ. კარგი არ შეგვიძლია. არა, პანდემიის დროს ხომ უნდა დაეზაფრათ მაქსიმალურად ყველი ვირუსი და თქვენიც ვაკაცი გეგელია გავშვით. შეასკლა შუბლით რამე ეს? ხდება ყველანაირი ტიპის შეტევა ამ რეჟიმზე, იმისათვის რომ რეჟიმი, რომელიც საკმაოდ დასუსტებულია, რომელიც თავს გვაჩვენებს ისე თითქოს მყარად დგას ფეხზე, მაგრამ სინამდვილეში ვნახეთ რომ არ დგას მყარად ფეხზე. ვნახეთ რომ არაერთმა პირმა დატოვა, დიპლომატებმა დატოვა. მაგაზე ვისაუბრებ, ეკონომიკური პრობლემები აქვს. კი, პრინციპი რა არის? პრინციპი რა არის? აი ერთი ეს დავასრულოთ, პრინციპი რა არის, რომ ამ რეჟიმს აქვს რაღაც პრეტენზიები, რომ არის კარგად, მაგრამ ხედავთ რომ ამავე დროს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის სიხარულით ყვდება, როდესაც წამოარტყამს რომელიღაც ლიდერი. რატო? იმიტომ რომ შიმშილი აქვს ლეგიტიმაცია. ეს ხავალზიანობა არის, დილობა. დებილია ეს საროჭკარო ხიბზე არ გეკრება. ბუჩიში უკასავდა, რატო გაბლატავდა ესა? რაღაცა ავატყოფი, ხო? შენ ეგ დაიწუნე? მაიცა, მე სხვა რამეს მოვ. კაცო, გეგილესთან თქვენ პირადი ვნებები რო გაქვთ, ეგ არ არის საინტერესო ამჯერად. არა, მე ზმაო. გაბლატავებული რატო? რამ გააბლატავა? რა თავს წამოარტყავს? სად წამოარტყავს? ეგ ნარადი ხო ხაბე ბლატაობს. ეს ვიღარ იკას ვიცი ბიჭო ავიდით ასე ბატაობა არ შეიძლება რა ხაბეს ვიდით და გედის ვიდით მოსულა ხაბეს გეტყვი რომ მოსულა ამას აქ ტიპიური თეიმურაზის პრინკას გარეგნობა ხაბეს აქ პიტეკანტროპი პადლეთს აარტყავ ვინ ხაბე რა გინა ყველამ გალახა ბიჭო და ჩუბობს და იბრძვის კაცო მაგრა იცენება იბრძვის არა პიტეკანტროპი რაღაც მინიმალურ დებილურ ბიჭო ბოლო ვიდეო გადაიღო სადაც ბოქსაობს მაგის მერე მაგრაც უყრეს რა თქმა უნდა ერთხელ ამანაც გადაიღო ვიდეო მშენებლობაზე შედიოდა რომ ხო და მე დეპუტატი ვარო აქ როგორ არ მიშოვს და გამოაბუნძუროს პანჩურს ყარავმა წადიოდა ეს დაემორჩილა ყარაულის განცხადებას. თინახი და შენ. ამასობაში ჩვენ ვიცით რომ ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, მაგრამ ვერანაირ ბრძოლას ვერ მოვიგებთ თუ არ გვექნება ეს მხარდაჭერა და ზურგს არ გაგვიმაგრებენ დემოკრატიული სახელმწიფოები და ეს მხარდაჭერა და ეს ზურგი ქართულ ხალხს ნამდვილად აქვს. და შესაძლოა არც თუ ისე დიდ დრო დარჩენილი, მაგრამ ნამდვილად გვაქვს დრო დარჩენილი იმისათვის რომ დეტილები გადავარჩინოთ. ბატონო. მაგრამ დრო მაინც არის დარჩენილი. სხვა რაღაცა, ეგ ხარდაჭერა ხო აქვს. წელანის დებილი გეგელი ხო ბაზრობდა იმას, რომ უკვე ჩვენ ხედავთ რომ ჩამონგრეული არისო. არ სახელმწიფო თუ ჩამონგრეულია და მათთვის უმნიშვნელოვანესი გარემხარდაჭერა თუ აქვთ. რაღა უშლით ხელს რომ ჩამოამხო რატო მიდის კიდე საუბარი იმაზე რომ აბა ხო შევიდეთ მივიღოთ თუ არა მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში ბოიკოტი გამოუცხადოთ გირაო გადავიხადოთ არ გადავიხადოთ იქ ვაშაძე იხთის იქ გვარამია არ იხთის მაშინ რაღაცა ხდება ეს ყველაფერი თუ სახელმწიფო ეგეთ ნინო ლომჯარი არის თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღების მომხრე გავუშვით აგენტია აი ამ საერთაშორისო ზეწოლის კიდევ ერთხელ მიზანი არის ის რომ გარემო პირობები ერთი წამი დავაპაუზოთ და შინაარსზე მე გადავიდეთ რა ხაშვილის კადრი გაიხსენეთ რაც იყო და ამისა ბიჭო შენ როცა არ სამუძროსაც ბიჭო ჩარტოზე კამერას რო ვერასწორო ისე რომ ნორმალურად სიმეტრიაში დაჭდე ან მე მგონია რომ მან თავდება შენი ყველა ბრძოლის ინსტრუმენტი რა შეხედე რანაირად ერთვებია ანუ არ გაუშვათ არა ხო შიმას კაი არ მოусმინე ისეთი გამოსახულება ამ ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკოსმა თქვა რომ ეს არჩევნებში და მასში მონაწილეობა უნდა შევადროთ საბჭოთა კავშირში ჩატარებულ არჩევნებს. მონაწილეობას თუ ქონდა აზრი საბჭოთა კავშირში, დაახლოებით ისეთი ვითარებაა. სხვა შორის მე მინდა ამ იდიოტკას შევახსენო ერთი არჩევნები, რომელიც საბჭოთა კავშირმა ჩაატარა და რომელშიც მონაწილეობას აზრი ქონდა და როცა მოიგო ეროვნულმა ძალებმა. მაგრამ ახ არის სუპირიქით მდგომარეობა ეროვნული ძალები გახსოვს ერთი პერიოდი ცდილობდნენ რომ ახალი ეროვნული მოძრაობა ეროვნული ძალები ეს ძალები აბსოლუტურ კრახში არიან და იმიტომ რომ ბოლომდე არ გამარგინალდნენ ამიტომ უნდა მიიღონ მონაწილეობა და მე ლომჯარიამ ხო გააკეთა პარტია ევროპის ორბიტაო თუ ევროპის დიროლიო თუ რაღაცა კი ბატონო დიროლი ექსპრესიო ოპტიმისტები თუ რაღაც ეგეთი ექსპრესიო პარტია არ გადაგვიდა ჯუსი ფრუტი როგორც წესი მოძრაობა ჯერ და მე პარტიად კეთდება და ამას პარტიად არ გადაკეთებულა ეს იდეაში მარტო ჩერგო დარჩა იცი იმასთან ამ ქალთან ბაბაიაგასთან მარტო ჩერგო დარჩა და ბოკერია ცოტა ხანში ეგრე იქნება განსაკუთრებული აგენტები და ბობოხიძე არა ბობოხიძე ხო ლელოში არის
არა. აბა საწავდა ბობოხიძე. ბობოხა არ ვიცი. თავის პარტია ბობოხიძე. ევროპული საქართველოს ბობოხიძის არ არის? ევროპული საქართველოს ბობოხიძე. ევროპული საქართველოს კიდე არსებობს. აბა ბობოხიძემ დაიტოვა ძმა. ბობოხასია? რატო არსებობს? ხოტები აქვს და შეუძლია დაფინანსება აქვს. ფედერალისტებს? არა აქვს დაფინანსება, არ მიუღიათ არც ერთ არჩევნებში მონაწილეობა და როგორ ანუ ბობოხა მაჯობა? ბობოხამ გაყარა ეგენი, კი. არ იცოდი ეგარო. თავისი შერგო არის ცნობილი ბირთვული ფიზიკოსი. იმიტომ რომ ატომი ხო დაშალეს, ბირთვის დაშალეს, ელექტრონები და ეხა კვარკებსაც შლის, სადაც მიდის ყველაფერს შლის, მოკლედ რა. შერგო როშოშ, აი რაღაც სახლი რო გაქვს დასანგრევი. ფული ხო გინდა რომ ბრიგადა მოიყვანა. ცოტა ხანი შეუშვი და დაინგრევა რა, თავისით. კი ბატონო, ნუ გზარდი კლაური. ზუგზან ნიგლაური. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეცდომაში არავინ არ უნდა გაჯიუტდეს. ყველა ვნახეთ ამ დისკუსიის შედეგები, მე მგონი არავითარი აზრი აღარ აქვს ახლა კოოპერირებას ქართულ ოცნებას და რაც შეეხება დიქტატურას, ავტოკრატიას და ადამიანების ბრძოლას და ხანდახან უიმედობასაც, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არის, რომ აი ყველას დაიჭერენ, ყველას გაგვასახლებენ. ამ ავტოკრატიებს აქვს თავიანთი ისტორიები და მათ შორის სხვადასხვა გასაგები ეს ამბობს რომ ჭირდება ქართული ხალხის სრული კონსოლიდაცია, თითქოს ეხლა ცოტათი არის კონსოლიდირებული, თორე სრული გჭირდება იმისთვის რომ ეს ანტიხალხური რეჟიმი მოიჭროს. ესეც ჭარბი რეალობა. ნუ გზარდი კლაური სად არის შემახსენეთ? ბოდიში მაი წუგო წესით უნდა იყოს ქვეყანას ნაცვლში. ნაცებშია, სად არის? თუ წასულია პოლიტიკიდან. სადღაც სადი რომელ გაერთიანებაშია რო ვიცოდი. ანუ არ იღებს როგორც ჩანს მონაწილეობას, კი ბატონო. კარგი, სანამ ამას ნახავთ, თენგო თევზაძე. აი ესეთი თევზაძე, არა ის თენგო. თევზაძე. ხო. ჩვენ ამ საკითხს უდგებით პრინციპულად. მეცაც გეტყვით. ჩვენ არ დავკარგავთ კოალიცია ცვლილებისთვის, არ დაკარგავს მორალურ უპირატესობას. ძალიან დიდი მორალურ უპირატესობას ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ქართულ საზოგადოებას პროდასავლურ და პროევროპულ ოპოზიციას ქართულ ოცნებასთან მორალური უპირატესობა აქვს იმ საკითხში, რომ ჩვენ არ შევდივართ კრიმინალურ არჩევნებში და ჩვენ არ ვეთანამშრომლებით ხელისუფლებას მიტაცებულ ქართულ ოცნებას. Просто ესენია ხალხს ვინც აუპატიურებს. ტიკლაური სად არის, იცი? გვარამიასთან. ხო, მორალურ უპირატესობას საუბრობს ხალხი, რომელიც წარმოადგენს ძალას და ეკურის ძალას და თანამშრომლობს ძალას, რომელიც ადამიანებს ციხეში აუპატიურებს. ყველაფერს სხვას თავი დავანებთ. მორალური უცირესობა კი არ არის. ანუ მორალურობა კი არ არის, მორალური უცირესობა კი არ არის. ამორალური, ანუ ამორალური მარგინალები. არა, ამორალურიც არა, იმორალური, ანუ ხო არის მორალი და ამორალობა. მორალს და ამორალობას მიიღო ნიჩიანური თემა არის რა, სადღაც არა არის, კი არა ფილოსოფიური ტერმინია. აი ეს ტიპი თენგო არის არა. იმიტომ რომ უყურე შენ რო თქვი რომ ორი ჯგუფია, რომელსაც ორი დავალება აქვს, ეს რო განხორციელდეს, მე მგონი უნიტაზის დიდი ხრიალი ჩაირეცხება ეს რომელიც არ მიიღებს. რომელიც მიიღებს ვერაფერს ვერ დაიჭერს ხელში. ბოდიში ალუზიებისთვის, რომელიც თავში მოგივიდათ, მაგრამ რაღაცნაირად ბოლომდე მარგინალიზაციას გადაუჩება. ზოგიერთ საკრებულოში გარკვეული რაოდენობა დეპუტატებისას მოიპოვეს, მაგრამ ეს საერთოდ ჩახრიალდება რა. თენგო რა ამოახრიალა საერთოდ. იმან, რომ ამ გვარამია გნიდამ წაიღო მიშას არჩევნები რა. მიშას ხმები წაიყვანა. გვარამია გნიდამ, ანა ბუჩუკური. დანაღმული ველი არის ეს ხო ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ხო ძალით ხო არ ვარ ოპოზიციაში ჩემი გადაწყვეტილება ჩემი ღირებულებების მიღებული გადაწყვეტილება და მე ამ დანაღმულ ველზე ჩემი ნებით ვარ ყოველდღიური ჩვენი ცხოვრება არის დანაღმული ველი რატო თენდება დღე როგორ დამთავრდება არც ერთ ოპოზიციონერმა არ ვიცი რა თვით გვემაგაძრო ტიპმა არა მე გეტყვით რატო მე გეტყვით როცა დილიდან შენ დაგეგმავ რომ მილიციას ესროლო ქვა გააწნა სილა, გადაკეტო არაკანონიერად პოლიციელს შავა, პოლიციელს, კი ბატონო, დიდი ბოდიში. პოლიციელს. ეს რა ფსევდო თვითგვემა. ხო. ხვდები? როცა ამას გადაწყვეტ. მორე ამერიკაში არის. მე ვფიქრობ, რომ ნეტად მე რა დამემართება ამის გამო, ეგ არის პრობლემა. ამერიკაში არის ულტრალიბერალი თეთრების მიერ მოგონილი კონცეფტი, რაც არის white guilt, თეთრი ბრალეულობა. კი ბატონო. სადაც ეს ამერიკელი თეთრი ულტრალიბერალი ცდილობს რომ საკუთარი თავი დააფიქსიროს, როგორც იმდენად ზრუნველად უმცირესობებზე
რომ საკუთარ პრივილეგიებზე ამბობს უარს. და ამბობს რომ მე რო თეთრი ვარ, მე კომფორტულად ცხოვრობ და ამისთვის ბოდიში და ის კომპლიკაციების მთელ პრობლემას და მთელ იმას რა ქვია იბარებს რა ტვირთს ონტოლოგიური ტვირთი აქვს მაგრამ შემოდებული სამართალმემკვიდრე არის და იძახის რომ მე ნებისმიერ უმცირესობას უნდა დაუთმო და სხვათა შორის ხშირად დაფიქსირებულია შემთხვევები როცა იტყუებიან რომ ან სექსუალურ უმცირესობაში არიან ან რელიგიურ უმცირესობაში კარიერისთვის ამას აკეთებენ იტყუებიან სხვათა იყო ეგეთი შემთხვევა მაგალითად იყო ეს როცა მითუს კამპანია ძალიან გამძაბდა ვიღაცებმა დაიბრალეს რაღაცები ჩემი აზრით რა შეიძლება არ დაიბრალოს მაგრამ მაგალითად ის რომ Kevin Spacey თავის გასამართლებად თქვა რომ გარჩევა მე რა რომ 25 წლის წინ ვიღაცასო არა არა კომფორტულად შევეხეო მაცადეთო ხო პირველად ვამბობო რომ გეი კაცი ვარო და მაცადეთო შვიდად ცხოვრება მაინც დედაუჭირეს მაინც დედაუჭირეს იმიტომ რომ რაზგარში იყო მთელი მითუსის კამპანია სხვათა შორის მითუს კამპანიაზე მინდა გითხო ეხლა რა დღეშია ამ ტრამპმა რამე ხელი დაატყო ტრამპმა ვერაფერი ვერ დააყო მაგრამ მინაულა უყურე რატომ მინაულა ერთეული ტიპები მოიშორეს რომლითაც შეიქმნა ილუზია რომ გაქრა მსგავსი ტიპის ჰარასინგი მსგავსი შევიწროება უკვე აღმოფხრილი არის ჰოლივუდმა თავისი წვლილი გაწია თავის შესწავლებზე ისწავლა ყველა დამპალი ჰარვი ვაინშტაინი და ბილ კოსბი გააჩერა და ეხლა არის უკვე ჰარმონიული იდილია და ესენი ცდილობენ მაგრამ ეგეთი სამყარო მართლა ვისურდა შავი და ბოდიში ვაჩვენეთ ეგეთი სამყარო მართლა ვისურდა სადაც ქალი როდესაც გადაწყვეტს შეიძლება გაბროტებული ქალი იყოს შეიძლება შენზე გაბრაზებული 10 წლის მერე რაც არ უნდა ის მოიგონოს და ყველაფერი მართალი იყოს ეგეთ სამყარო დაუთკიცებლად ესე იგი როგორც ბერძნულ ისე რომაულ ყველა სამართლის ფილოსოფიის პრინციპს არღვევს სადაც კი რამე შეიძლება სამართლიანობაზე ვისაუბროთ ვის უნდა ეგეთ სამყარო ეს ხო არის რაღაცა პოლიტკორექტულობის პრინციპი რომელიც ეხება მხოლოდ 1%-ს და თითქოს ანახებენ რომ აი ეს არის ხო ესეთი წესია რაც შეეხება თვითონ მითუს კამპანიას ხო მითუს კამპანია როცა მე გადავიდა სხვა ადამიანებზე ვისაც ფეხები ვერ მოჭამეს მათ შორის ტრამპს რომ თვითფრინავში შეავიწროვაო კალბატონიო და თვითფრინავში და ეს რა ქვია ზედმეტად უფათურა ხელებიო მე გადავიდა მათივე საყვარელ ლიბერალ ჯასტინ ტრუდოზე რომელსაც გაუხსენეს კოლეჯის ამბავი და შემავიწროვა კოლეჯში და ჯასტინ ტრუდო უკვე ეს იყო გამოცდილი მაგ საკითხებში რა პასუხი უნდა გაეცა კევინ სპეისი არა კევინ სპეისივით არიზავდა რომ არ მახსოვსო არა მან თქვა რომ მე ძალიან კარგად მახსოვს ის საქმე და ორივემ კაიდროვა არა ვაფშე ვერ იხსენებ და უეჭველი მაგრამ შეავიწროვა ტრამპი ნიშნავდა შავკანიან მოსამართლეს უზენაეში და ვიღაც ასევე შავკანიანი ქალი მისი ყოფილი სტაჟიორი გამოხდა და მთელი ამბავი იყო რომ მავიწროვებდა და მაინც დანიშნეს მან უკვე დაერხა მითუს და თვითონ მითუს კამპანიის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ვინც იყო იმას შემოუბრუნდა მე ბუმერანგივით ეგ ყველაფერი ვისა ის რა ქვია რომელი ქალი რო იყო უი მეც მახსოვს რაღაც ეს გავსი პატარა ბიჭს რო ავიწროვა კი მახსოვს ჰარვი რაშვება ჰარვი გამოხდეს თუ ჯერა მაგრამ ძალიან ბევრი ბრალდებისგან გათავისუფლდა ხო არ ვიცი მაგრამ ბრალდებისგან განთავისუფლდა ჯონი დეპი კევინ სპეისი არა გაუპატიურების ბრალდება ჯონი დეპი გაამართლეს ხო მოიხსნა ლუისი კეიზე არც ყოფილა ბრალდება რომ ისეთი აბსურდული იყო ბიჭო ეგ ყველაზე მაგარი ლუისი კეიზე ხალმა იბაზრა ტელეფონში დამირეკაო და ქოშინებდაო და მასტურბირებდაო ესე იგი ჩემზეო და ამანო ისე იმოქმედა ჩემზე ისე დამტრამვაო რომ მეო მისი ანუ ისო ჩემი ის იყო კუმირიო კომედიის სფეროში ვაპირებდი მოღვაწეობას დამენგრა ოცნებებიო და ვეღარ ჩემი ერთი ინგლისელი გადამდგარი გენერალი მოკლეს მე მგონი ამის მე მგონი თავი მოეკლა თუ ინფარქტმა დაარტყა კაცი 80 წლის იყო და 30-40 წლის წინანდელი ამბავი გაუხსენეს ბუხზე შემეხო. ანუ მან იყო ძალიან მაგარი ეს თემა როგორც კი აიწია, ანუ ვიღაცები გაიჩნდა რა ჰოლივუდში კაცები, ვინც აი ხარს გიჭერთ რა. და პროსტო მე დაიწყეს ვაფშე ყველაზე ბაზარი რა, ანუ მე მახსოვს ბენ აფლეკზე იყო რომ გამოვიდა და იმან თქვა რომ კაროჩე ტარანტინოზე ხარს უჭერო ამას თუ ვიღაცა ქალი გამოვიდა, აი ვაფშე რო არავინ არის ეგეთი ქალი და იმან გააძრო კაროჩე ამანო ერთი 22 წლის წინო
გადაცემის დროს ხელი რო განამხნევ კერძე მომკიდაო. იმან კაიჭებს აღარ გიჭერთ ხარ და წავედიო რა. კარანტინოს მომატურმან მაგრამ რაც შეეხება მაგ მითუ ჰარასმენტს აი ჩვენ სად ფიქსირდება რომ მართლა ესე იგი ჩვენი ლიბერალები როგორი კოლონიის ესე იგი კოლონიის პრინციპით ცხოვრობენ ანუ თვითონვე ამბობენ რომ მონები ვართ ანუ მეტროპოლიაში რაც ხდება იმ სიგნალებმა ჩვენთან გვიან და მოაღწიოს და ერთ-ერთში უნდა გავიმეოროთ ყველაფერი მათ დაიწყეს აქ ერთ-ერთში გადმოღება ამ სტანდარტის ოღონდ დაავიწყდათ რომ ჩვენ გვყავს ოპოზიციური პარტია რომელიც არა თუ ავიწროვებდა და ციხეში აუპატიურებდა ხალხს არა აუპატიურებდა არო აუპატიურებდა კასტილიანი კაცი და აქ იცი რა აი ვიღაცა მე ხა 10 წლის წინ მე გადმომხედა და ისე ლიბერალებო ჩვენ ვართ იმ თაობის წარმომადგენლები რომლის მამები დედებს იტაცებდნენ რა მაგ პერიოდში მოტაცება ძალიან ოკეი იყო ოჯახის თავდა მეგონი თეიფხანებოდაო რო იტყვი რა მითუს პერიოდში ძალიან მაგარი კამპანია საქართველოში რო გადმოიყვნენ ეგ იყო ძალიან მაგარი რა ჩემთვის არის კამპანიური ხასიათი მიიღო შენ ცოტა შეგეხო რა ეგეთმა ფრაზეოლოგიამ რაღაცა ჰარი ვაინშტაინი ვიყავი believe all women გახსოვთ ეგეთ რაღაც დაუჯერ ყველა ქალს კი ეგ საცამ წინაპირობა იქნებოდა იმისა რომ ქალმა რაც არ უნდა თქვას ანუ ის არის აპრიორი ჭეშმარიტება იმას კითხვის არ უნდა დაისვას ამას თუ ვიღაცა ფიქრობს რომ ვაი და იქნებ ფსიქოპატია და აი იქნებ 95% დაუჯერ 5% მაინც არ მაგის თქმაც კი იყო ის რომ უშენ მიზოგინი ხალი გეზღება და ესე მოზალადა დავასრულოთ პირდაპირ ეს იყო სწორედაც deep state-ის და ლიბერდებილების მაფიის მიერ გამოსაყენებენ ინსტრუმენტი რომ ვინცაც არ უნდა და კლავდნენ კენსელს აკენსელებდნენ ესე დიდი მადლობა ჩვენ ერთმანეთს ორშაბათს შევხვდით ორშაბათამდე კარგად ზანდებოდეთ კარგად ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.